ზამთარია, ცივა. თბილისის მოსახლეობის უმეტესობა გაზის გამათბობლებით ებრძვის ცივ ზამთარს. ამიტომ ზამთარში გაზის უსაფრთხო მოხმარებასთან დაკავშირებული საკითხები განსაკუთრებით აქტუალური ხდება. თბილისი ენერჯის ინფორმაციით 2024 წელს ქალაქის მასშტაბით ჩატარებული შემოწმებების შედეგად 3398 დარღვევა გამოვლინდა. ასევე დასახელდა ყველაზე საშიში უბნები ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მოხმარების თვალსაზრისით. ესენია ისანი, სამგორი, ვაზისუბანი, გლდანი და კრწანი. 2024 წელს 5 ადამიანია გარდაცვლილი გაზით გამოწვეული უბედური შემთხვევისგან. ეს იყო აფეთქებაც და ეს იყო CO2-დაც მეაღნიშნე ინტოქსიკაციაც, ანუ მოწამვლის შედეგად. შესაბამისად 34 ადამიანი არის ინტოქსირებული და 2 ადამიანი არის დაშავდა, მაგრამ გადარჩა ძლიერ დაშავებული ამ აფეთქების შედეგად. რა ვალდებულება აქვს გაზის მიმწოდებელ კომპანიებს და რა უნდა მოვიმოქმედოთ თუ კი გაზის სუნს ვიგრძნობთ? კომპანიები წელიწადში ერთხელ ვალდებული არიან განახორციელონ მომხმარებელთან ვიზიტი მონიტორინგის სახით, სადაც მათ უნდა შეამოწმონ მომხმარებლის მფლობელობაში არსებული დანადგარები და ქსელი. რამდენად გამართულ მდგომარეობაში არის ის. ყველა შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელი რაიმე ტიპის საშიშროებას იგრძნობს, ან თვლის, რომ მისი დანადგარი შეიძლება იყოს დაზიანებული, ან სუნია რამე ისეთი უსიამოვნო, რომელიცაც უკავშირებს გაზის დანადგარის არასწორ გამოყენებას, ან თუნდაც თქვათ, რომ კომპანია ვიზიტზე მოვიდა და არ დახვდა სახლში და ვერ დახვდა სახლში. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა განახორციელოს ერთი ზარი კომპანიის ხელხაზე, რომელიც მას ემსახურება და ისინი შემდეგ ვალდებულნი არიან მოახდინონ დაუყოვნებლივ რეაგირება ამაზე. ასევე ნებისმიერი ახალი დანადგარის შეძენისას გავითვალისწინოთ ისიც, რომ არ დავამონტაჟებინოთ მეზობელს ან ვინმეს, რომელმაც იცის შეიძლება აღნიშნული საქმიანობა, დავამონტაჟებინოთ შესაბამის ლიცენზირებულ კომპანიებს და ამათი დამონტაჟების შემდეგ ასევე შეგვიძლია მივმართოთ კომპანიას, ისინი მოვლენ და შეამოწმებენ, რამდენად შეესაბამება ეს დანადგარი წესებს. რა ხდება მაშინ, თუ გაზის დანადგარი ტექნიკური ნორმების დარღვევით არის დამონტაჟებული? როდესაც თვითნებურად აღმოვაჩენთ ჩვენ რომ აქ აბონენტს ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული ძალიან ბევრი შემთხვევა ხდება, როდესაც თვითნებურად აქ, ისევ გასაგებენაზე რომ აქვს და თქვათ 10 მეტრი რბილი შლანგით გაზი გაყვანილი ერთი წერტილიდან მეორე წერტილამდე, სადაც საფრთხეა რომ გამოწვრეს, მოხდეს დაგროვება და მოხდეს მერე აფეთქება. და ასე შემდეგ და უყენია ისევ განმეორდები ღია წვის კამერայի დანადგარი თვითნებურად დამონტაჟებული, გაურკვეველი წარმოშობის ხელოსნები ამონტაჟებენ მაგას, რომელიც არც კვალიფიკაცია აქვს, არც ლიცენზია, არაფერი არ აქვს. შესაბამისად, ეგეთ შემთხვევაში ჩვენგან არის მხოლოდ ჩაჭრა. ანუ ჩვენ წერთ აქტს და მოქალაქეს ვეუბნებით, რომ ეს არის ტექნიკური ნორმების დარღვევა. შესაბამისად, თქვენ საფრთხეს უქმნით არა მარტო თქვენ თავს, არამედ თქვენ მეზობლებს და ვაძლევთ მითითებას, როგორ უნდა მოიქცეს შემდგომ. ანუ ოფიციალური გზით რომ წავიდეს, ოფიციალური გზა არის, უნდა შედგეს გაზსადენის მიყოლაზე, პროექტირება უნდა გაკეთდეს, ყველგან დანადგარის განთავსება არ შეიძლება, ჩვენმა პროექტად კვალიფიციურმა პირმა უნდა შეურჩიოს, სად შეიძლება მოხდეს მის ბინაში არსებული დანადგარის აწმა სურს იმის განთავსება, შედგეს შესაბამისი პროექტი და მერე ჩვენმა თანამშრომლებმა განახორციელონ ამ დანადგართან გაზსადენის მიყვანა და გაზის ჩართვა. არაერთხელ მომხდარა, რომ ოჯახში გაზის სუნი იგრძნეს, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო ხელოსნის გამოძახებისაგან თავს იკავებენ. შესაძლოა ეს სოციალური შეჭირვების გამო იყოს და ოჯახს ხელოსნის მომსახურების გადახდის შესაძლებლობა არ აქვს. ან კიდევ 1000 სხვა მიზეზი. ეს შეიძლება იყოს იმისი საშიშროება, რომ ხო არ მოახდენს მერე კომპანია რომელიმე დანადგარის ჩახსნას და შეიძლება ამის გამო იკავებდეს თავს ან ცდილობდეს რომ მანამდე მოაგვაროს პრობლემას, ანამდე ვთქვათ ეს იქნება, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, არავითარ შემთხვევაში თავის შეკავება ან რაიმე მსგავსი ტიპის ფიქრი, რომ ეს წლების მანძილზე შეიძლება მე მემსახურებოდა, მაგრამ აი წელსაც გამოვიყენებ და არ შექმნის საფრთხეს, აი ესეთი დამოკიდებულება არ შეიძლება, იმიტომ რომ იმის გარდა რომ საფრთხეს ჩვენ მომხმარებლები ამ შემთხვევაში ჩვენ თავს უქმნით, გარშემო ადამიანებსაც შეიძლება შეუქმნათ საფრთხეთ, შეიძლება აფეთქება მოხდეს, ან ოჯახის წევრების ინტოქსიკაცია მოხდეს და ჩვენ ასეთი არაერთი შემთხვევა გვქონია, სამწუხარო შემთხვევა გვქონია, ამიტომაც ყველაფერი ეს კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის შემთხვევა, როცა თანაბარი წირი პასუხისმგებლობა აქვს როგორც კომპანიას, ასევე მომხმარებელსაც და ეხლა სახში მათი მოხმარების წესები უნდა დაიცვას მომხმარებელმა. ახლა კი სპეციალისტის რამდენიმე რჩევა მათთვის, ვინც გაზის გამათბობლით სარგებლობს. როგორც კი ნებისმიერი მოქალაქე შეიგრძნობს ნებისმიერ ლოკაციაზე, ხდება სახლი, სადარბაზო თუ ქუჩა, დაუყოვნებლივ უნდა აკრიფოს 114
ტელეფონის ნომერი და ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, და ჩვენი ვალდებულებაც არის ზარის შემოსვლიდან მაქსიმალურად სავარაუდო დროში, აი 20-30 წუთში მაქსიმუმ. შეიძლება 5 წუთშიც მივიდეთ ადგილზე და მოვახდინოთ შესაბამისი ლიკვიდაცია და საფრთხის არიდება. მე მოუწოდებ ჯერ პირველ რიგში ჩვენი შემოწმების შედეგები ყურად იყონ, როდესაც ჩვენ ადგილზე მივიდეთ ჩვენ აბონენტებთან და შევამოწმებთ და მივცემთ მითითებებს. აღარ მოიხმარონ განმეორებით და თვითნებურად აღარ მიაერთონ ეს დანადგარები, რომელსაც ჩვენ ჩავხსნით და ამავე დროს, როდესაც შეძენას დააპირებენ ახალი დანადგარის, აქცენტი გააკეთონ მხოლოდ და მხოლოდ დახურული წვის კამერის მქონე დანადგარებზე. ეს იქნება ეს გერწოდებული საკედლებუხარი თუ წყალგამაცხელებელი.